გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ. ახლა ქვეყანა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. შტაინმაიერს 21 დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტი დაითხოვოს და რიგ გარეშე არჩევნები ჩანიშნოს. ბუნდესტაგის მხრიდან უნდობლობის გამოცხადებამდე კანონმდებლების წინაშე სიტყვით კანცლერი წარდგა და გერმანიის სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრა. შოლცი ასევე შეეხო მისი სამთავრობო კოალიციის დაშლის საკითხს და კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატიული პარტიის გასვლას, რომელიც ხელისუფლების საბოტაჟში დაადანაშაულა. ბუნდესტაგის არჩევნების დანიშვნა ჩემი მიზანია. ამ არჩევნებში მოქალაქეები შეძლებენ განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი. სწორედ ამიტომ ვიყენებ დღეს ნდობის საკითხს. პოლიტიკა თამაში არ არის. მთავრობაში შესვლა მორალურ სიმწიფეს მოითხოვს. ნებისმიერი, ვინც მთავრობაში შევა, მთელი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებელი ხდება. ეს ცდება პარტიისა და თქვენ სამომრჩევლებს. ეს 84 მილიონი მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობაა. 25 წუთიანი განცხადება, რომელშიც შოლცმა მთავრობის ნდობის გამოცხადების მიზეზები ჩამოაყალიბა, მხარდაჭერის გამოსაცხადებლად საკმარისი არ აღმოჩნდა პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის. 394 ხმით 207-ის წინააღმდეგ ბუნდესტაგმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. შოლცის მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ ხმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა დააფიქსირეს. გააკრიტიკეს შოლცის ეკონომიკური პოლიტიკაც. ოპოზიციის ლიდერმა ოლაფ შოლცს გერმანიის სირცხვილი უწოდა. ბატონო კანცლერო, თქვენ აქ ბევრი ისაუბრეთ პატივისცემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი პატივისცემა იქ სრულდება, სადაც სხვა პოლიტიკური შეხედულებები იწყება. თქვენი უპატივცემულობა უბრალოდ აღმაშფოთებელია. სწორედ თქვენ ტოვებთ ქვეყანას ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში. გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია. მიუხედავად ამისა, კვლავ აცხადებთ, რომ ყველაფერი ისე უნდა გაგრძელდეს, როგორც ადრე. თქვენ გერმანიის სირცხვილი ხართ. უხერხულია თქვენი ხილვა ევროკავშირში. სამარცხვინოა თქვენი ენერგოპოლიტიკაც. ოლაფ შოლცის პოლიტიკა გააკრიტიკა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერმაც. ალისა ვაიდელმა ოლაფ შოლცის მთავრობა რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩართვასა და მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. დეპუტატმა გააკრიტიკა მმართველი კოალიციის ეკონომიკური პოლიტიკაც, რომელმაც მისი შეფასებით ქვეყანა სრულ კოლაფსამდე მიიყვანა. 6 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენი წარუმატებელი მთავრობა დაიშალა, მაგრამ გერმანიის მოქალაქეებს 10 წლეულების განმავლობაში მოუწევთ იმ ზიანთან გამკლავება, რაც მათ თქვენ მიაყენეთ. თქვენი ცუდი ინვესტიციების წყალობით საავტომობილო ინდუსტრია ყოველდღიურად ნადგურდება. ელექტრომომარაგების ფასები კატასტროფულად იზრდება. ქვეყანა სავსეა მიგრანტებით, ინფლაცია მაღალ ნიშნულზეა და ამ ფონზე თქვენ ელოდებით მოქალაქეების აჯანყებას, რათა შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში, რომლებიც გადასახადის გადამხდელთა ფულით იკვებებიან, დაწეროთ სცენარი და ამ სცენარით ხალხი გაასამართლოთ. შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების რეალურ გზას ხსნის. მას სურს თავიდან აიცილოს ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი დიპლომატიური გზით. თქვენ ამ დროს რას აკეთებთ? იმის მაგივრად, რომ კავშირები გააძლიეროთ ვაშინგტონთან და მოსკოვთან, სადაც რეალურად დევს მშვიდობის გასაღები. თქვენ უკრაინაში გერმანული ჯარების განლაგების შესახებ საუბრობთ. გსურთ ქვეყანა და კონტინენტი მესამე მსოფლიო ომის წინაშე დააყენოთ. თქვენი დაგვიანებული ტაქტიკის წყალობით ქვეყანა სრულ კოლაფსშია. ბატონო შოლც, თქვენი ნდობის საკითხი დიდი ხნის წინ უნდა დაგეყენებინათ. გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან მართავდა, 6 ნოემბერს მას შემდეგ დაიშალა, რაც ფინანსთა მინისტრმა მთავრობას ეკონომიკური შემოbrunება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფუნდამენტური გადახედვა მოსთხოვა. ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გერმანიის კანცლერმა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ კოალიცია თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს, რითაც სამთავრობო კოალიცია დაიშალა. ახლა ქვეყანა რიგ გარეშე არჩევნების მოლოდინშია, რომელიც სავარაუდოდ 23 თებერვალს გაიმართება.